ლეიბორისტული პარტიის საჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი დღეს გონიოს მიწების თემას გამოეხმაურა. დავით რობაქიძემ აღნიშნა, რომ ადგილობრივების პრობლემები აქ მხოლოდ წინა საარჩევნოდ ახსენდებათ. დაპირებები კი არასოდეს სრულდება. რობაქიძე შეუსრულებელი დაპირებების მიზეზებსაც ასახელებს. ამბობს, რომ მთელი ქვეყნის მსგავსად აჭარაშიც სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დიდი რაოდენობა ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა, რომელიც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა აჩუქა. გონიოელების პრობლემის გადაჭრისათვის გამოსავალს პარტიის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნაჩუქარი ქონების უკან დაბრუნებაში ხედავს. დავით რობაქიძე იმასაც ამბობს, რომ სახელმწიფოს აღნიშნულ ტერიტორიებზე რიგი პროექტების განხორციელებისათვის ოლიგარქისაგან მიწების შეძენა უწევს და განცხადებები თითქოს გონიოში სახელმწიფო მიწებს არაბი ინვესტორები აითვისებენ სინამდვილეს არ შეესაბამება. რობაქიძის განცხადება საჭარის მთავრობის იურისტი გამოეხმაურა. პარმენ ჯალოღონია ამბობს, რომ რობაქიძე სრულ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, თითოეული მიწის ნაკვეთი გონიოს ციხის მიმდებარედ სახელმწიფო საკუთრებაა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მონაცემების საჯარო რეესტრის ვებგვერდზე გადაამოწმოს. ამ მიწების მესაკუთრე არანაირი არაბები არ არიან, ამ მიწების მესაკუთრე არის დოლარათუ ხუცესი და მისი ქართუ ჯგუფი, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელსაც დღეს ვითო პროკურატურაში იბარებენ, გადაცა საჩუქრად ივანიშვილს. გამოსავალი არის ის, რომ მოთხოვოთ ბატონ ივანიშვილს ის ნაჩუქარი ქონების უკან დაბრუნება, რომელიც თქვენ წაგართვის. აქ უახლოეს მომავალში ეგრეთ წოდებული განვითარების ფონდი ჩვენი ინფორმაციით აპირებს პროექტების განხორციელებას და ამ მიწების უკან შეძენას იმ ჯგუფიდან, რომელიც დარეგისტრირებულია ივანიშვილის იმ ჯგუფიდან, რომელიც დარეგისტრირებულია ოფშორულ ზონებში. იქ არის დაახლოებით 120 ჰექტარი მიწა, რომლიდანაც უშუალო სიახლოვეს მდებარე დაახლოებით 7 ჰექტარამდე მიწა ეკუთვნის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, ხოლო დანარჩენი მიწა 13 ჰექტარამდე ეკუთვნის საქართველოს სახელმწიფოს, ანუ სახელმწიფოს საკუთრებაა. შეეხება რობაქიძის განცხადებას, რა შეიძლება გასხოთ, რომ საჯარო რეესტრები შემოსაწვდომია ელექტრონულად ყველასათვის და შეუძლიათ შეამოწმონ ვისი საკუთრება არის